მინდა განვიხილოთ პრაქტიკული ნაწილი. როგორ შეიძლება ამ ნეგატიური წრის გარღვევა? რადგან ყველანი იქ ვართ. გვაქვს ნეგატიური საუბარი საკუთარ თავთან, მსხვერპლის აზროვნება. ვამბობთ, ძალიან დავიღალე, ბევრი საქმე მაქვს. შფოთავ თანამშრომლის ან პარტნიორის გამო. ეს არის ჩვენი დღევანდელი რეალობა. როგორ გავარღვიოთ ეს წრე ისე, რომ რეალურად შეიცვალოს რამე და თან ამის დაწყება მარტივი იყოს? ამბობენ, რომ დღეში 20 წუთით უნდა დაკავდე მედიტაციით. თუმცა თუ მთელი დღე საქმეში ხარ ჩართული, 1 საათიანი მედიტაცია გჭირდება. დიახ, მიყვარს ეს ფრაზა. სხვათა შორის ამიტომაც მედიტირებ დღეში 2 საათს. შეხედე. ინფორმაცია არის ის, რაც ამ კარს ხსნის. თუ კი თეორიულ დონეზე მაინც გჯერა, რომ შენი ფიქრები ქმნიან შენს მომავალს და დღეში 60-70,000 ფიქრს ფიქრობ, რომლის 90% იგივეა, რაც წინა დღის ფიქრები, მაშინ შენს ცხოვრებაში დიდად არაფერი შეიცვლება. იგივე ფიქრებს მიჰყავ იგივე გადაწყვეტილებებთან. იგივე გადაწყვეტილებებს იმავე ქცევებთან. იმავე ქცევებს იმავე გამოცდილებასთან და ამ გამოცდილებებიდან იგივე ემოციებს ვიღებთ. ეს ემოციები კი იმავე ფიქრებს გვიბრუნებენ. ჩვენი ბიოლოგია, ნეიროქიმია, ჰორმონები და გენის გამოხატულებაც კი ზუსტად იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ვფიქრობთ, როგორ ვიქცევით და რას ვგრძნობთ. და სწორედ ეს როგორ ვფიქრობთ, ვიქცევით და ვგრძნობთ, ქმნის ჩვენს პიროვნულობას. ჩვენი პიროვნულობა კი ქმნის ჩვენს პირად რეალობას. ეს არის მთავარი. ახლა ვინც ამ გადაცემას უსმენს, მისი ამჟამინდელი პიროვნულობა ქმნის იმ რეალობას, რასაც მის ცხოვრებას ვუწოდებთ. ასე რომ თუ ამ იდეას ჩაიჭიდებით, გინდა ახალი ცხოვრება, ახალი პირადი რეალობა, მაშინ უნდა შეცვალო შენი პიროვნულობა. უნდა დაიწყო იმის გაანალიზება, რაზეც ფიქრობ და შეცვალო ის. იწყებ იმის გააზრებას, რასაც ადრე გაუცნობიერებლად აკეთებდი. მოქმედებების, ჩვევების, ქცევების და იწყებ მათ შეცვლას. შემდეგ კი უნდა დავაკვირდეთ იმ ემოციებს, რომლითაც ყოველდღიურად ვცხოვრობთ. იმ ემოციებს, რომლებიც გვაბამს წარსულთან და გადავწყვიტოთ, იმსახურებს თუ არა ეს ემოციები ადგილს ჩვენს მომავალში. ადამიანების უმეტესობა ცდილობს შექმნას ახალი რეალობა, მაგრამ ისევ ძველი პიროვნებით. თუმცა ეს არ მუშაობს. პირდაპირ გაგებით უნდა გახდე სხვა ადამიანი. ნეირომეცნიერების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ამბობს, ნერვული უჯრედები, რომლებიც ერთად აქტიურდებიან, უკავშირდებიან ერთმანეთს. როცა ერთნაირად ფიქრობ, იმავე არჩევანს აკეთებ, იმავე ჩვევებს იმეორებ და იმავე გამოცდილებებს აგროვებ, twinში ერთსა და იმავე ნერვულ ქსელებს ქმნი. ამ მომენტში ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ ისევ იგრძნო ის ნაცნობი რამ, რასაც შენს თავს უწოდებ. როდესაც ამას 10 წლის განმავლობაში აგრძელებ, შენს twinში ეს ნერვული გზები მტკიცდება და შენს იდენტობად იქცევა. დაახლოებით 35 წლის ასაკისთვის ეს უკვე თითქოს ფიქსირდება. ადრე ფსიქოლოგია ამბობდა, რომ ეს აღარ შეიცვლებოდა, მაგრამ ახლა უკვე ვიცით, რომ შეიძლება შეიცვალოს. ასე რომ ეს ეგრეთ წოდებული 5 ჩვენს twinში, ანუ ჩვენი ჩვევების სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ დროის 95%-ში ჩვენ ავტომატურ პროგრამაზე ვართ გადართული. შესაბამისად, როცა ვსხედვართ და საკუთარ თავზე ვმუშაობ, უნდა გავთიშოთ ეს პროგრამები. როდესაც გადაწყვეტ, რომ რაღაც ახალი გააკეთო ან სხვა არჩევანი გააკეთო. ადამიანების უმეტესობას ამ დისკომფორტის განცდა არ სურს. ეს დისკომფორტი არის გაურკვევლობა რაღაცის წინასწარ ვერ განსაზღვრა. უცნობის სივრცე, რისიც ადამიანებს ყველაზე მეტად ეშინიათ. ურჩევნიათ იცხოვრონ დანაშაულის შეგრძნებით, რადგან იქ მაინც იციან ვინ იქნებიან, ვიდრე ნაბიჯი გადადგან შესაძლებლობისკენ. და როცა ადამიანი ამას იაზრებს და ეკითხები, რამდენი ხანია ასე ხარ? ის პასუხობს, 35 წელია. და ეკითხები, რატომ 35 წელი? იმიტომ, რომ 35 წლის წინ რაღაც კონკრეტული მოხდა. რაც მეტად ძლიერი იყო ის ემოცია, რაც მაშინ განიცადე, მით უფრო ძლიერად შეიცვალე შინაგანად. ამან twinი აიძულა, მოეხდინა კონცენტრაცია. გაეყინა ის მომენტი. twinმა სურათი გადაუღო. ამას ჰქვია მეხსიერება, არა? ასე რომ დაივიწყე მეხსიერება. უბრალოდ დაძლია ემოცია, რადგან სწორედ ეს ემოცია გაბამს წარსულთან. თეორიულად ყველაფერი მშვენივრად ჟღერს, მაგრამ როცა ამ უცნობისკენ მიდიხარ, როცა სიცარიელეში შედიხარ, სხეული მაინც ჩვევაში რჩება. ჩვევა იმას ნიშნავს, რომ სხეული თავისით იქცევა გონებად.
თუ კი ფიქრობ წარსულ მოვლენაზე და ის იწვევს ემოციას, საჭირო ხდება სურათი და გრძნობა, რათა დაიწყოს პროგრამირება. ასე რომ სხეული ან შინაარსობრივად არის მიჯაჭვული ნაცნობ წარსულზე, ან დაპროგრამებულია პროგნოზირებად მომავალზე. რადგან ის ყოველდღე ივიძებს და ერთი და იმავე რუტინულ ქმედებებს ასრულებს. ამიტომ აწმყო არის ის უცნობი, როცა ადამიანები გრძნობენ ამ დისკომფორტს. მათ ურჩევნიათ აიღონ ტელეფონი და ვიღაცას დაურეკონ. ან ადგნენ და თქვან, ვერ ვმედიტირებ. ბევრი საქმე მაქვს. ისინი თავს იმართლებენ და ბრუნდებიან იმ ძველ ნაცნობ შეგრძნებებში. იმიტომ რომ სხეული თავის თავზე იღებს მართვას. ჩვევა არის ის, როცა სხეული ხდება გონება. როდესაც სხეული გადადის უცნობში, ის ამბობს, მირჩევნია თავი დამნაშავედ ვიგრძნო. უკეთესია უბედურად ვიგრძნო თავი, ვიდრე ამ დისკომფორტში ვიყო. და როდესაც იმ ნაცნობ მდგომარეობას უბრუნდებიან, თავს დაცულად გრძნობენ. ისინი ცდილობენ უცნობში შესვლას, მაგრამ სხეული უკვე მართავს გონებას. ეუბნება, ხვალ დაიწყე, ახლა ძალიან დაკავებული ხარ. ეს ყველაფერი დედა შენის ბრალია. შენი წარსულის ბრალია. არ მაქვს საკმარისი ფული. ეს არ გამოვა, ყველა ეს არის იმპლანტირებული პროგრამა, რომლებიც შენსა და შენს მომავალს შორის ბარიერს ქმნიან. ასე რომ ნერვული უჯრედები, რომლებიც ერთად არ აქტიურდებიან, ერთმანეთს აღარ ეკვრიან. როცა აკვირდები შენს გონებრივ და ფიზიკურ მდგომარეობებს, ეს ნიშნავს, რომ შენ აღარ ხარ პროგრამა. შენ ხარ ცნობიერება, რომელიც აკვირდება ამ პროგრამას. მედიტაცია ნიშნავს იმას, რომ უნდა გაიცნო საკუთარი თავი. როცა შენს ფიქრებს შეისწავლი, გიჩნდება იმის შეგნება, თუ როგორ ისაუბრო. შენ უკვე აკვირდები, როგორ იქცევი. ამჩნევ, რას გრძნობი მომენტში. რაც უფრო მეტად გაეცნობი შენს არაცნობიერ პროგრამებს, მით ნაკლებად იქნები არაცნობიერ მდგომარეობაში მთელი დღის განმავლობაში. რატომ? იმიტომ რომ საკმარისი არ არის უბრალოდ კარგად იმედიტირო, ადგე და შემდეგ ავტოსტრადაზე გახვიდე. შეხვიდე საცობში და მაშინვე დაძაბო ტვინი. შენ კვლავ უბრუნდები ძველ მეს. ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ ეს განახლებული გონებრივი და ფიზიკური მდგომარეობა მთელი დღის განმავლობაში. და თუ ამას შეძლებ, მოემზადე, რადგან რაღაც განსხვავებული ან უჩვეულო დაიწყება შენს ცხოვრებაში. ეს გამოჩნდება დამთხოვის ან სინქრონულობის სახით. ეს არის ღვთიური მინიშნებები, რომლებიც გეუბნებიან, სწორ გზაზე ხარ, უბრალოდ განაგრძე მოქმედება. მალე სხვა მინიშნებაც მოვა და არჩი ამ ენერგიაში. სწავლის პროცესში ადამიანებს ვუხსნით, რომ არსებობს ფორმულა, რომელიც ახლა უკვე ცნობილია. თუ გამოიყენებ ამ ფორმულას, ცვლილებებს აუცილებლად შეამჩნევ. რაც უფრო ეფექტიანად იყენებენ ადამიანები ამ ფორმულას, შედეგებით შესაბამისად სულ უფრო უკეთესდება. სულ ახლახანს ბონდის უნივერსიტეტმა აიღო ჩემი 10 წლიანი ტვინის სკანერების მონაცემთა დიდი არქივი. ჩაატარა მასშტაბური კლინიკური კვლევა. ისინი გაოგნებულები არიან იმ სისწრაფით, როგორ იცვლიან ჩვენი საზოგადოების წევრები ტვინისა და გულის თანხვედრას. მათ უკვე ზუსტად იციან, როგორ უნდა გააკეთონ ეს. ეს აღარ არის რაღაც, რაც მათგან განცალკევებულია. იმდენჯერ ივარჯიშეს, რომ ახლა ეს მათთვის ნაცნობი და ბუნებრივია. სინამდვილეში ყველაფერი მარტივია. თუ შენ ყოველდღიურ ცხოვრებაში იმავე ადამიანებსა და ვითარებებზე ისევ იმავე რეაქციით პასუხობ, შენს ძველ მეს ვუბრუნდები. ამიტომ აუცილებელია იყო გონიერი ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუ შენ არ გაძლევს მიმართულებას მომავლის ხედვა, მაშინ წარსულის მოგონებებით იცხოვრებ და შენი ცხოვრება მარტივად განსაზღვრადი გახდება. ასე რომ ამ ცვლილებების მდინარის გადალახვა ძველი საკუთარი თავიდან ახალი მესკენ გადასვლა ნიშნავს ნერვულ, ბიოლოგიურ, ქიმიურ, ჰორმონულ და გენეტიკურ გარდასახვას. ძველი მეს სიკვდილს. თუ ასწავლი ადამიანებს, რომ მეორე მხარეს რაღაც არსებობს, ისინი აღარ დანებდებიან საკუთარ თავს. გააგრძელებენ სვლას. საკმარისი მტკიცებულება არსებობს იმისათვის, რომ ადამიანებს შთაგონება მიეცეს. ვერავინ მეტყვის, რომ ამ სამუშაოსთვის მეტისმეტად მოხუცია. ვერც იმას მეტყვით, რომ ამისთვის მეტისმეტად ავათხართ. არც ის გაგივათ, რომ წარსული ზედმეტად რთული გქონდათ. ან რომ ზედმეტად ჭარბწონიანი ან სუსტი ხართ. ან ფიზიკურად მოუმზადებელი. ვერც იმას იტყვით, რომ მედიტაცია არასდროს გიცდიათ. სინამდვილეში, ყველაზე შთამბეჭდავი ტვინის სკანერები სწორედ იმ ადამიანების იყო, ვინც მედიტაცია პირველად სცადა, რომლებიც არაფერს განსაკუთრებულს არ ცდილობდნენ. უბრალოდ ინსტრუქციებს მიჰყვებოდნენ. ახლა უკვე ჩვენი საზოგადოება აცნობიერებს, რომ ეს შესაძლებელია.
ისინი სრულად ერთვებიან ამ პროცესში. არა 50%-ით და არა 60%-ით. როცა ერთკვირიან ღონისძიებებს ვატარებთ, 1000 ან 1500 ადამიანი მოდის და ყველა მთლიანად ჩართულია. და როცა პირველ ან მეორე დღეს საკუთარ თავს გასცდებიან, როცა საკუთარ ზღვარს გადააბიჯებენ, შემდეგ მაგია იწყება. მაშინ მეც არ ვიცი წინ რა მოხდება, ვეღარ ვიცინასწარმეტყველებ. როგორც წესი, ეს ძალიან ამაღელვებელია. ამბობენ, რომ მაშინ ვიცვლებით, როცა ერთ ადგილზე დარჩენის ტკივილი აღემატება ცვლილების ტკივილს. რამდენად მძიმე უნდა გახდეს, რომ ბოლოს და ბოლოს ვიმოქმედოთ? რატომ ხდება ასე? რატომ ვართ ასე მიჯაჭვულები ძველ საკუთარ მეს? რა არის ამის მიზეზი? უსაფრთხოებაა? დაცულობა? თუ უბრალოდ ჩვევა და ნაცნობობა? რა არის ის, რაც გვაიძულებს ვიყოთ ასე მიჯაჭვულები და კონცენტრირებულები იმაზე, რაც არც კი გვიყვარს? ვფიქრობ, ჩვენ ვართ ჰიპნოზირებულები და მექანიკურად აღზრდილები. ისე, რომ რეალობას მატერიალისტურად ავიქვამთ. ვფიქრობ, რომ რეალობას მხოლოდ შეგრძნებებით ვსაზღვრავთ და ეს ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე დიდი ილუზიაა. ასე რომ, მთავარი კითხვა, შეგიძლია ირწმუნო მომავალი, რომელიც ჯერ არც გინახავს და არც შეგიგრძნია. მაგრამ გონებაში იმდენად ხშირად გიფიქრია ამაზე, რომ ტვინი ისე შეიცვალა, თითქოს ეს უკვე მოხდა. ბოლო ნეიროპლასტიურობის კვლევები ადასტურებს, რომ ეს აბსოლუტურად შესაძლებელია. შეგიძლია აირჩიო ახალი შესაძლებლობა კვანტურ ველში და ყოველდღიურად ემოციურად შეიგრძნო ეს მომავალი. ისეთი ინტენსივობით, რომ შენი სხეული როგორც გაუცნობიერებელი გონება, ობიექტური გონება ვეღარ ანსხვავებს შენს რეალურ გამოცდილებას, რომელიც ემოციას იწვევს. იმ ემოციას, რომელსაც მხოლოდ ფიქრით ქმნი. იმ დონემდე, რომ იწყებ ახალი გენების და ახალი გზების გააქტიურებას, რათა შენი სხეული ისე შეიცვალოს, თითქოს ეს გამოცდილება უკვე გადახდა შენს თავს. დიახ, ეპიგენეტიკის ბოლო კვლევები ამბობს, რომ ეს აბსოლუტურად შესაძლებელია. ახლა დაფიქრდი ამაზე. ყოველდღე ამონტაჟებ ამ ნერვულ სქემებს, ყოველდღე წვრთნის სხეულს იმ მომავლის ემოციაში, ისე რომ შენი სხეული იწყებს შეცვლას, თითქოს ის უკვე მოხდა. აი, აქ იწყება ნამდვილი სიხარული, რადგან აღარ გჭირდება სადმე წასვლა, რომ ის მიიღო. ახლა ის შენსკენ მოდის. შენ თვითონ ხდები ტალღა ან საკუთარი ბედის მაგნიტი. ადამიანები მედიტაციიდან გამოსვლის შემდეგ ამბობენ, მე სიმდიდრეზე ვიყავი კონცენტრირებული, რატომ არ ჩანს ის? მაშინ ჯერ საკმარისად მზად არ ხარ. თუ კვლავ კითხულობ, რატომ არ მოვიდა? ესე იგი, ისევ ძველ თავს დაუბრუნდი. დარჩი იმ მდგომარეობაში გარკვეული ხნის განმავლობაში, როგორც ექსპერიმენტი, როგორც მეცნიერი საკუთარ ცხოვრებაში. შეინარჩუნე მომავლის ოცნებასთან დაკავშირებული ენერგია. შემდეგ დააკვირდი, რა სახის შედეგები იწყებს გამოჩენას. მოთმინების დაკარგვის გარეშე, გაღიზიანების გარეშე, იმის ანალიზის გარეშე, რატომ არ მოხდა ჯერ, ან როდის მოხდება. ეს არის მახე, როცა რეალობას გარეშე გრძნებებით განსაზღვრავ. როცა შენ გაქვს მომავლის იდეა და ჯერ ვერ ხედავ მას, გიჩნდება განცდა, რომ დაშორებული ხარ მას. მაგრამ ადამიანები, რომლებიც ამ პრაქტიკას იყენებენ, ისინი ფიქრობენ თავიანთ მომავალზე და გრძნობენ იმ ემოციას, რაც მას ახლავს. ისინი ისევ დაკავშირებულები არიან იმ მომავალთან. ამას ვარჯიში სჭირდება. ეს არის სწავლის პროცესი, გოლფის ბურთის დაცემა, ჩოგბურთის თამაში, სალსას ცეკვა, ქსოვა ან სხვა რამ. თავიდან აუცილებლად სრულიად ცნობიერ მდგომარეობაში უნდა იყო და ისწავლო. მერე ნელ-ნელა უკეთესად გამოგდის და საბოლოოდ ხდება ინსტინქტური, სახალისოც კი. სწორედ ამას ვუსურვებ ყველას, რომ შემოქმედების პროცესი იყოს ნეტარი, თამაშის მაგვარი, ექსტაზური, თავისუფალი და უშეღავათო. ძალიან მომწონს იდეა, რომ ადამიანებმა გამოყონ დრო თავიანთი ცხოვრებიდან, რათა დაუმტკიცონ საკუთარ თავს, რომ თუ ისინი მომავლის ხედვით განიმშვალებიან, მაშინ ისინი აღარ იცხოვრებენ წარსულის მოგონებებით. სწორედ იქ იმყოფება უცნობი. ძალიან ბევრი ადამიანისთვის უცნობი არის საშიში სივრცე, ამიტომ მათ არ შეუძლიათ დაინახონ ეს მომავალი. ისინი მიჩვეულნი არიან მომავლის დანახვას გარე მტკიცებულებებისა და გრძნობების მეშვეობით, მაგრამ საჭიროა შეძლო ამ შეზღუდვების გადალახვა და დარჩე ამ უცნობ სივრცეში. დარჩე ამ არაკომფორტულ მდგომარეობაში. სწორედ იმ წამს უნდა დაიწყო საკუთარი თავის მართვა. მაგალითად, ოჰ, გრძნობ როგორ მიპყრობს შფოთვა. უი, ვღიზიანდები. ეს არის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც შენი სხეული ცდილობს უკან, წარსულში დაბრუნებას, რადგან ემოციები არის წარსულის ჩანაწერი.
ან დაბრუნდები ისევ რუტინაში, ან საკუთარ თავს ხელში აიყვან და გაიმარჯვებ. თუ გააგრძელებ ამ მომენტების შემჩნევას, ეს პატარა გამარჯვებები დაგროვდება. აქ საქმე არ ეხება შენს სიმდიდრეს, ჯანმრთელობას, თავისუფლებას ან ახალ ურთიერთობას. ეს რეალურად ეხება იმას, ვინ ხდები შენ. ამიტომ ძველი თავის გადალახვა გვაძლევს შესაძლებლობას გავხდეთ სხვა ადამიანი. აქ არის გარდამავალი პერიოდი. ხო, მე ამას სიცარიელეს ვუწოდებ. როცა თითქოს არაფერია მომხდარი და უბრალოდ უნდა შეძლო განაგრძო მოძრაობა. შეუჩერებლად მიხვიდე იმ რწმენის ბოლომდე, სადაც უმეტესობა ჩერდება. შაბათ კვირას მქონდა მშვენიერი საუბარი ერთ ადამიანთან, რომელმაც შეძლო გადასულიყო მეორე მხარეს. ახლა მის გარშემო ძალიან ბევრი მაგიური რამ ხდება. ახლა უკვე მზად არის ამ ყველაფრის მისაღებად. აი ეს არის გასაღები. სამყარო გვაძლევს მხოლოდ იმას, რასაც ვფიქრობთ, რომ ვიმსახურებთ. ჩვენ თავად უნდა ჩავერთოთ და გავიგოთ მთელი ეს პროცესი. ათასობით წლის განმავლობაში გვასწავლიდნენ, რომ ყველაფრის შეცვლა საჭიროა მატერიის საშუალებით, სამგანზომილებიან რეალობაში და ამას დრო სჭირდება. მაგრამ თუ გვინდა რომ დაუკავშირდეთ იმ რესურსს, რასაც კვანტური ველი ჰქვია და შევქმნათ რეალობა სწორედ ამ ველიდან და არა მატერიიდან, ამისთვის საჭიროა ბევრი რამ დავივიწყოთ, რაც აქამდე გვქონდა ნასწავლი. აბსოლუტურად გეთანხმები. როცა ხელში აკყავს საკუთარი თავი, რას აკეთებ იმ დროს? იწერ ამას სადმე? იმახსოვრებ? პრაქტიკულად რას აკეთებს ადამიანი, როდესაც შეამჩნევს იმ მომენტს და როგორ უმკლავდება იმ ემოციას და შფოთვას, რომელიც იმდენად მძაფრია, რეალური გონია და თითქოს გიჭერს. ზუსტად ისე, როგორც ნებისმიერი სხვა უნარი. ეს ჰგავს გოლფის ბურთის დაჭერას. ისევ შეიძლება დაბრუნდე ძველ ჩვევებთან, სწორედ ამიტომ საჭიროა მენტალური რეპეტიცია. მაგალითად, ყოველი დღის ბოლოს საკუთარ თავს ვეკითხები, დღეს როგორ გამომივიდა? კარგი დღე მქონდა? როდის დავკარგე წონასწორობა? რა იყო ის მომენტი, რომელმაც გამანეიტრალა და ძველ ავტომატურ მდგომარეობაში დამაბრუნა? თუ ცხოვრებას სწავლობ, დაიწყებ ფიქრს, იმ ადამიანმა რაღაც მითხრა და მე რეაქცია მქონდა, ან მოვიდა ის იმეილი, ან არ გამომივიდა ისე, როგორც მინდოდა და ამიტომ გავბრაზდი, გავღიზიანდი ან შემეშინდა. მაშინ იფიქრე, შემდეგ ჯერზე რომ განმეორდეს, როგორ შევცვალო ეს გამოცდილება, რომ თავი უკეთ ვიგრძნო? შესაძლოა დაგჭირდეს სიღრმისეული ძიება, ან იდეალური მოდელის პოვნა, ან დიდი ფიქრი, ღმერთო, შემდეგ ჯერზე თუ იგივე განმეორდა, ისე მოვიქცევი ან ასე. წინასწარ გიგმოვქცევებს და როცა თვალებს ხუჭავ და წარმოიდგენ თუ როგორ იმოქმედებ, ამით შენს ტვინში ნეირონული სტრუქტურა იქმნება, თითქოს ეს უკვე გააკეთე. ამ შემთხვევაში ტვინი წარსულის არქივი აღარ არის, ახლა ის მომავლის რუკაა. თუ ამ საჭეს ხშირად და სწორად დააყენებ, ის მექანიზმი პროგრამად იქცევა. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეცნობიერად დაიწყებ მოქმედებას, როგორც ბედნიერი ადამიანი. რატომ? არავითარი მაგია. შენ უბრალოდ შესაბამისი ნეირონული სისტემა შექმენი. ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიახლეების წაკითხვა. მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე იმეილზე ან მესიჯზე პასუხი. გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ვახშამზე წარსულის შესახებ საუბარი. თუ შეძლებ დაიწყო ფიქრი იმაზე, როგორ გააკეთო სხვაგვარად, ეს უკვე არის ნეირონული შენების პროცესი. ასე რომ, ამის გასაკეთებლად აუცილებლად უნდა გახდე გაცნობიერებული. ამას დრო სჭირდება. უნდა გამორთო ტელეფონი, დაკეტო კარები და დროებით მოწყვიტო თავი გარესამყაროს, რომ დაიწყო ვარჯიში. შემდეგ უკვე გამოცდილებით იწყებ შემჩნევას. აჰა, მოდის. გაღიზიანება მოდის, შიში მოდის. ჩვენ უკვე მივეცით ხალხს იარაღი, რომ შეძლონ თვითრეგულაცია, ტვინისა და გულის ჰარმონიის შექმნა. შენ ხედავ, როგორ ამბობენ ადამიანები, უკაცრავად ერთი წუთი მჭირდება. ღრმად ჩაის უნთქავენ, შემდეგ დაბრუნდებიან თავიანთ მდგომარეობაში და უკავშირდებიან მომავლის ენერგიას. ეს მცირე შემთხვევა იმასთან შედარებით საითკენაც მიდიან. ასე რომ აღარ ამოვარდებიან შინაგანი სიმშვიდიდან. აღარ უშვებენ, რომ ენერგია დაუქვეითდეთ. დიახ, თავიდან ეს რთულია, რადგან გაცნობიერებული დარჩენა და თვითკონტროლი დიდ ენერგიას და ცნობიერებას მოითხოვს, მაგრამ თუ ხარ მონდომებული, მიზანდასახული და გულწრფელი, ნელ-ნელა გაერკვევი. ეტყვი შენს თავს, აღარ უთმობ ჩემს ძალას და ენერგიას, იმ ადამიანს ან სიტუაციას. ენერგიას, რომელიც შემიძლია გამოვიყენო განკურნებისთვის ან ახალი მომავლის შესაქმნელად, ამიტომ ადამიანები აღარ მოძებნიან გამართლებას, მაგალითად, გუშინ რთული დღე მქონდა
მქონდა, კოლეგასთან ან ყოფილ პარტნიორთან ვიკამათე და არ მაქვს სურვილი, რომ ვიმუშაო. აი, ზუსტად მაშინ უნდა ახვიდე ისევ ცხენზე და გააგრძელო გზა, რადგან სწორედ ის მომენტები, როცა საკუთარ თავს კურსს ვუსწორებთ, ყველაზე ფასეულია ჩვენთვის. ადამიანები, რომლებსაც ღრმად ტრანსცენდენტული გამოცდილება ჰქონდათ, სადაც ჩვენი თქმით ისინი განათლდნენ, მათი ტვინი გადავიდა ძალიან მაღალ კოჰერენტულ მდგომარეობებსა და სუპერგამაშაბლონებში, რომლებიც ნორმალურს სცილდება. მათ ამავე დროს აქვთ მისტიური კავშირი. როდესაც თავიანთ წარსულ ცხოვრებას უყურებენ, აღარ სურთ არც ერთი წარსული მოვლენის შეცვლა, რადგან სწორედ ამან მიიყვანა ისინი იმ მაგიურ მომენტამდე. ეს არის ის წამი, როცა წარსული აღარ არსებობს. ამავდროულად, როცა წარსულს იხსენებენ, ხედავენ რთულ მომენტებს, როდესაც საკუთარ თავს აჯობეს და უყვარდებათ ის ადამიანი, ვინც მაშინ იყვნენ. ისინი არ ეძებენ საუკეთესო მედიტაციებს ან იდეალურად ჩავლილ დღეებს. იციან, რომ სწორედ იმ რთულმა მომენტებმა მიიყვანეს აქამდე. და მე ვფიქრობ, რომ სწორედ მაშინ იწყებენ ისინი იმის გაგებას, რომ მთელი ეს შრომა, მთელი ძალისხმევა და ის, თუ ვინ ხვდებით, ვერავინ წაგვართმევს ამას. როცა უკვე ამ დონეს მივაღწევთ და ვიცხოვრებთ იმ ოცნებაში, რომელიც შევქმნით, შემდეგი ნაბიჯია გააგრძელო მანამ, სანამ ბოლომდე არ შეგიყვარდება ეს მდგომარეობა. მერე როცა ყველაფერი ბანალურად ან პროგნოზირებადად იქცევა, ვიტყვი, მოდი, თავიდან დავიწყოთ. მოდი, რაღაც სხვა შევქმნათ. დიახ, ვფიქრობ, სწორედ ეს არის ევოლუცია.